სალამი, ეხლა ველაპარაკე ილიას. დღეს ვაპირებთ მეორე ვიდეოს გადაღებას ილიასთან, სადაც ვხატავთ აი ამ ძალიან მაგარ მანქანებს. რაც შეეხება ვიდეოს, ყველაფერი იქნება ნაჩვენები რა, საიდან იწყება ესკიზის შექმნა, როგორ გადადის კედელზე, რა პროცესები არის საჭირო რომ ნახატი ტაბლო დამთავრდეს, მოკლედ, ყველა დეტალი იქნება ახსნილი ამ ვიდეოში. აბა, ეხლა წავიდეთ ილია ვნახოთ. დროებით. გადაღებას დავიწყოთ, მაინც ძალიან გავასწავლე ეს. აი ესეთი ხატები მომწონს რა. ასწავლებს. ვიჩ სად ხატავთ? აფრიკაში. აფრიკაში, დავაი. ვაის ხავის ფორმაშია, ნახე რა მაგარი ზმანია თუ. ამას გავყიდი მე. მაგას გაყიდი, როგორ უნდა გაყიდო, იცი ისინი ფეხბურთელები და ისინი ჩარჩაში რო სვამობ. დავაი ჩავსო ჩარჩაში. ამ ზედას აქვს ძალიან ბევრი ნახატი გადატანი. დღეს მოგვიწევს დაახლოებით რამდენი საათი მუშაობ? ბიჭო, რა ვიცი, სანამ არ დაღამდება ეხლა სადღაც. ნუ განათება სანამდე გვეყოფა იქამდე რა. 6-მდე მაინც რა. 6-მდე კარგია. უფრო ადრე გამოვალ. რამდენი საათი ხატვა, მე მოშიება, რაღაცა წახევსებას დაგვჭირდება ჩვენ და ახალი სპონსორი დაგვემატა. გამოგვადგება ხო იცი შენ? სნეკი. ვიცა, გამოვაჩინო. სხვა შორის ძალიან მომწონს ეგ ისა. ბეჯო მაგარია მეც, მაგრამ მისწორდება ადრე გავსინჯე, ჩემი ძმაკაცი ტრენერი რომელიც არის, მაგას ჰქონდა ეს. არაფერი დანამატი ამას არ აქვს, შაქარი არ აქვს, 25 გრამი ცილა 100 გრამზე, ჯანსაღი ცხიმებია რაღაცა და მე მევასებოდა როგორ იცი შავპურზე გადაусმევდი, ბანანს დავადებდი ზემოდან, დღეს გავსინჯეთ კაკრას, ეგეთი ის გავაკეთოთ. რა მაგარი პრევორკაუტი ხო იცი? მე გამისწორდა როგორ იცი, კარში ბანანს ურევ იმაში ხაჭოში რა. ბანანი ხაჭო ეს ძალიან გემრიელი იყო იმენა. ვისაც მოგინდებათ რომ შეიძინოთ ეს არაჩვეულებრივი მიწისყრილის კარაქი, Instagram, Facebook, სნეკის აღწერაში იქნება და დავუკავშირდით მანდ. აი ჩვენც მოვედით. აი ეს კედელი იქნება შესავსები. ბიჭო, 100-საც ვეთყვი და შეიძლება ამ კედელზე ხვალ მოვიდეს. ცა დაგეხმარები? აწევ. Yes. Let's go. აი, რამდენი კვადრატია დაახლოებით? Many years later. ბიჭო, 1.18 რაღაც ეგრე შეიძლება ცოტა მეტი ციფრს აქვს. რაღაც ასე არის. 15-მდე მაინც. ოკეი. ბუმ. ახლა სახატავად პირველ რიგში რა გჭირდება? ბიჭო, ჯერ ერთი ცალი სპრეი, სადაც მოვიდა. აუმარჯოს. შუშინა. აუმარჯობა. ჯერ ვაკეთებ გრიდებს. ადრე იყო პროსტა ესეთი ხაზები. ხაზებს გადაიტანდი სკეჩზე და 4 კუთხედში რაც იყო, იმას გადმოიტანდი მე კედელზე. ეხლა უფრო გავამარტივეთ რა, მოკლედ. უფრო მეტ სივრცეს მოვიცავთ ამ პატარა სიმბოლოებით და უფრო ზუსტად შეიძლება ნახატის გადატანა. ამიტომ ვაკეთებთ ამ ყველაფერს. თუ გინდა ვითამაშოთ ეს. ვა, წავაგე ჩემ თავად. აუ. აი ფიქსიონარი. ეგარი, ამაზე გადავა მე ნახატი. ეხლა უნდა დავასვა ფოტო ამ კედელს. ესე იგი. აქ ეხლა პრინციპი ნახე, ოპოზიტის დავუწევ და ხედავ რა კონტური სად არის. ასოები რო არის, ხედავ კონტური სად მიდის და როგორ მიდის და მე უკვე სწორად გადავიტან კედელზე რა. ჩეთერობთ ესე ვთქვათ. ოღონდ კარგად ჩეთერობ. ოფიერերը ჩეთერობა. ხო, არც მე არ მგონია ჩეთერობა, მაგრამ ზოგ ადამიანს შეიძლება ეგონოს, რომ ამან ხატვა არის ის და რაღაცა. უბრალოდ დროს უზოგავ, იმიტომ რომ სტენსილის თემა არის რა, სტენსილი რო გადაგაკანზე და აი ხა ის რა ქვია. სტენსილი რადგინდა პირდაპირ. ადრე რო დავიწყე ხატვა, ხატავდი პირდაპირ რა. პროსტა აი ეს ერთი წერტილიდან დავიწყდი და ვაგებდი მთელ ნახატს. პროპორციები გაჩნდება. ეს პრინციპი რო აღმოაჩინე, იმიტომ რომ ბევრი ისეთი ხატვარი ხმარობს რა, ცნობილი და რაღაცა. ხოლო მაგის მერე, რავი, დამევასა რა და დავიწყე მეც. სტენსილი დაადე და გადაავლეო დადუს აპარატიო და ძალიან მარტივიაო და თუ მარტივია, მაშინ შენს დახატე არაა პრობლემა. აი ეგ არის რა, თუ გემარტივება, მაშინ შენს გააკეთე. ხო რა. ხატვა არ აკეთე. აი ეს კი არ არის მარტივი, ხო? დავაფიქსიროთ, არ იქნება ორიგო. გაგვიმარჯოს. გამინამის წყალობა. ეს გეოგავიჩიტა. აბა ერთი ორი სიტყვა გითხარი ახლა გეგმა გაქვს. ეს უნდა შევღებოდი.
მაგრამ ცოტა რთულად იღებება, იმიტომ რომ ხორკლიანი კედელი არის და ეს კატო კი არის დაბალი ბეწვით. მეტი წყალი რო შეურიო არა? რაც უფრო მეტ წყალს ურევ, ცოტა ის უქრება და ფერვადობა ესე ვთქვათ. და მე ყვითელზე უნდა გადავიდე. რა ილია? ცივა ცოტა. ცივად ხარ? ცოტა ცივა. ო არა, ქარი არის, მაგრამ ხელოვნება არ ჩერდება. ნელ-ნელა ისევა კედელი. აბა დაახლოებით რამდენი პროცენტი არის ნამუშევარი შესრულებული? 5% იქნება. არა, დაჟე 5-ზე მეტი არის. 15-20% არის თავისუფლად შესრულებული, იმიტომ რომ ყვითელს შევავსებ და უფრო მოიხოდება. ხო, ეს ჩვენი ფრონს შევავსებ და ეს ჩვენი მეგობარია. ხო. აქ მთელი ამბავი არის, რასაც ქვია. საახლობლო გავიცანით. ხატვაც მიდის რა. ნუ ვცდილობ ფონი დავამთავრო ახლა. სამხრეთიდან დავიწყე უკვე და მოუყვები რა ესე. ზე უნდა გავაკეთო ახლა კიდე აქ ერთი სვეტი არის. რაღაც დეტალები და უნდა გადავიდე ამ ლოგოზე. პირველი დღე რაც არის, ეს არის კონტურების დასრულება, ფონის დასრულება და ლოგოს დასრულება, რომელიც აი აქ მდებარეობს. მეორე დღის გეგმა არის მანქანების დასრულება და მე უკვე დეტალები რა ბატონო. და დეტალები. ნუ იდეაში 2 საათი კიდე გვაქვს დარჩენილი. 2 საათი არის და დღეს რასაც მოვასწრებ. აი როგორც ვფიქრობ, რაღაც დიდი ნაწილი უნდა მოვასწრო რა. ნახოს. არა, კი, ნახოს ჩვენთან. არც ჩვენთან. არის გადართოთ. Feel low, you can still go. Even when you feel slow, you can still go. Even when there's no hope, you can still go. I never answer to no, man, I still go. Go, go, go. ვიჯო, იმაზე მივდივარ, რა ქვია? ვაჟაზე დელიზე რომ მეტრო არის, რა ქვია იმას? დღევანდელი დღეც მიიწურა, რასაც ქვია, პატარა რაღაც ლუდი არაღეაო, რამ შემარევინა ჩემი. ხო, ლუდი და არაღე დალი იმენა მაგრავა, რასაც ქვია. ცოტა დავლიე, ცოტა საუბარი, ცოტა იქი, ცოტა აქი და ძალიან ციო და ქარი იყოს იცივე და ყველაფერი ერთმანეთს ემატებოდა. აბაჰო, წავიდით, აბა ხალხო. ხვალამდის. ზოგადად. გადაღების დღე ნომერი 2. დუბლი პირველი. ეს შორტულია. დოსინდელის ვერ მე. ეს რანაირად ირთვება თავისით ვერ მივხვდი. რაზე? თავისით რატო ირთვება? რაზეა თავის ტრატო იქნება? ხო. როგორ მერქოს თავის? რა თავს ავიცით ბიჭო. მე თავის. რას კი თავის ტრატო იქნება? ო. ეს არის დღე ნომერი 2. რას ვაკეთებ? რატო დაიგვიანე ისე? რა სადაც ხარ? მოვედი ამდენი ხანია და რას მოხდები აქ? მე დაწყებული მაქვს უკვე ზო. ვინ მალოდინა რამდენი საათი? საათახევარ ვინ მალოდინა? ხო დავიძინებდი საათახევრით მეც. მე გიხარი დაგირეკავ მეთქი და დაგეძინა. სადმე კიდე მე დაგირეკე. კიდე არ მირეკა. ხო და საცავში ვიყავი და დამერეკა. დადი რა ხატე რა. What is your profession? I'm a street photographer. Jim. I'm Jim. რომელი წელი იქნებოდა ხანჩო გადაგოს? 25 წელისა 2000-იანები რა. 90 რუსულთან აგრა. 80 1900 ძველი პერიოდის ვაიბი ექნება. რომელი? იო. რამოდენ 25 წელი ნანდელი კამერის რო ვიდეოს იღებს. მაგარი იქნება. ბიჭო, ხარისხი არ იქნება, მაგრამ მაგას იქნება მე მუღამი რა. აი. გუშინ კიდევ არ ხედავდი. შეკვეთები წამოიღეთ ხალხო. ამასა კედელზე ხატვაზე, ჩვენთან სხეულზე ხატვაზე, იო. ხო. მეგობრებო, ვისაც გინდათ საღებავები. აბა დაახლოებით რამდენი პროცენტი ახლა შესრულებული? 50 ხო რა, სადღაც ეგრე 45. რატო გადავწყვიტე ამის დახატვა ჰონდების, არ ვიცი. არ იცი? ჯერ ერთ-ერთი, იმიტომ რომ მეც ჰონდა მყავს და
მევასება. მეორე, ხო, არა, მეტი მიზეზი არ მაქვს. Просто ხან ყავს მაგიტო. და მევასება მანქანების ხატვა, კიდე NSX-ის მევასება. ნუ, ჩემი მანქანა თავისთავად და იდეაში ეგ იყო და თან მინდოდა რომ просто გამეხარებინა ტიპები, ვისაც ევასებოდა რა Honda. იმიტომ რომ ასე ისე ბევრი არის. და ესე რომ დავდივარ ხოლმე ქალაქში, ბევრი Honda მხვდება რა. ეს გაუსწორდებათ, მოვლენ, რაც ფოტოებს გადაიღებენ იქ-თაქეთ. ხო და აქ რომ მოხვალ და ფოტოებს რომ გადაიღებ, მომნიშნეთ. ეს კაცის გამოიწერეთ, ჩემს არქივს გამოიწერეთ. ოქროს სიტყვებია. და ხელი შეუწყოთ ერთმანეთს რომ განვითარდეთ რა. ნახე გაიქცა. მე მგონი თაფლიგონია რა. ძალიან ლამაზი გამოდის. მეორე. ეს ძალიან ლამაზია. ეს მართლა მაგარი არის ხა და აი ეს იქნება კიდე ძალიან მაგარი, იმიტომ რომ უკან არის ყვითელი ფონი, თვითონ მანქანაც ყვითელია. ხო. ხანახე შორიდან რა ჩანს ეს Honda-ს ისა. ხალხო, კიდე აი წეღე მოვედი სკოლიდან და აი მარშრუტკიდან უყურებდი და ძალიან ლამაზი იყო. რავი, ძალიან ლამაზია. ხო, ახლა თან ეს მანქანებს რო გამოდიან, ყველა ზერა იმენა აი აქეთ მოდის. და კიდე რო ბიჭები ძახიან რომ განათება უნდა გავაკეთოთ და ღამე ძალიან ლამაზი იქნება. ხო, აი აქ თუ განათება გააკეთეს მართლა წარმოგიდგენს საღამოს. აი აქ პატარა განათება რო დაუყვება. ჩათვალე ყველაფერი იდეალურად გამოჩნდება. ბევრს უნდა რომ მოვიდეს და გადაიღოს სურათი და ვიდეო. ამისათვის რა უნდა გააკეთო რომ გადაიღებენ? გამოიწერო არხი, მონიშნო და ეგ არის კანფეტ. всё, კანფეტ, ოქრო კაც დაარტყი. ასეთყვი აბა. არ თქვა კაცმა სიტყვა, ნაღდი და ასიანი. თან ისეთი არის ესეთი აზრი ზოგადად. ეს იქნება ჩვენი დესერტი. ეს ჩვენი დანა. ამას ჭამდი. if და მაგარი დანა გასწა. მე მაგარი დანა. არა სამინახავს რომ მაგდანას ვინმე იყენებდეს და ცხოვრება პირველად ხედავ ხარ მაგდანას ვიღაცა იყენებს. ამან მართლა არ ვინახავს ეგ. ცხოვრებაში ყველაფერი ხდება პირველად. შენდა ნახო რა კადრი არის უკან რა. რა კადრი? ცაცი დეკავს აქეთ შუშები და ორივე მხარეს გაქვს საკაი. მიდი აბა. აი გომბოა. მიკამ დესერტა დასწორეს. მე მინახავს კიდე რეცეპტი იმაშვებიან აქ. ბანანს კარამელიზაციას გაუკეთებენ და ზემოდან ადევენ. უბრალოდ მე ძალიან შაქრია. და მაგრად. კი ხო? კი, ძალიან. თან ეს ძალიან გემრიელი არის რა. ესე ის. მეც ახლა ჩემთვისაც უნდა გავიგეთ. ბაი. გაუბაილია მორჩა. ეს მხარე კი, ხალი მხარე მოვჭი. ახლა პატარა დეტალებს აკეთებ ხო? ახლა ხო და მე გადავალ ყვითელზე. ბარემ დავიწყებ დღეს. საქმეს წავიგდებ ცოტა წინ, რომ ხო ნაკლები მომიწიოს. აი ეს მეტალის წინვარება აქ იდეალურად გაკეთებული ნახევარს. დღეისათვის ეს ნაწილი უნდა დაიწყოს და ხვალ მერე უკვე ეს დასრულდება მთლიანად. რეალობაში 10 მაგარია ვიდრე ტელეფონში და სიტყვები ზედმეტია. გააფილი ხარ ესე იგი საკუთარი ხარ. კი, თან ძალიან მაგრად მომწონს. რასაც ხედავ და რასაც შვები მომწონს რა. ეხლა უბრალოდ ერთ ფენას აღევებ. შემდეგ ზემოდან გადავადო. როგორ გადავიდა და არ შეიწოვოს ეგ იმდენად. ამიტომ უბრალოდ ფერავ. ეს საქმეა. რატო ეგეთ შევიდა? იქ დამოკიდებულა რატო? მეც არ მიხავს საკმაოდ ხარო. ეწყინება ცოტა. გადაღების დღე ნომერი 3. მეორე დღე არ არის? ოჰო, მეორე დღე არის. მეორე დღე არის, იმაზე ვდგები მე დილის 9 საათზე და შენ მოდიხარ 12 საათზე, ხო? ბიჭო, საცობია თქო და იმენა არა გიჯერათ, ძმა, რა გავაკეთე? ახლა მე მიწევს მაინც ლოდინი და დასაჯერებელი გინდა იყოს გინდა რა. ბიჭო, შენ ძინავს, ჯერ ეს ერთი. მოდი მაქედან დავიწყო. საიდან დავიწყოთ რომ ძინავს? 9 საათზე ფეხზე ვდგავარ. მე არ მძინავს. მე ვდგები 8 საათზე. და მაინც აგვიანებ, ხო? და მაინც ვაგიანებ, რა მნიშვნელობა აქვს ახლა მაინც? აჰა, ზარმაცი კაცის მიერ და ხატული ნახატ. რამა კადრა იმენა. მოსული არა და საღებავის უნი დააყენა. უზენ რა კაი სუნია? არა. მართლა გეუბნები. ჩემით. ცივა. გუშინაციო და გუშინწინაციო და დღესაც ცივა. დავიკიდე, წავიდეთ. წავიდეთ.
მაგარი სიცივე რეგარით ხატავს ახლა გახურებული არის ცივა ახლა განახებს ეს რაფშება აქ და როგორ ჩანს აი აქედან წესით გამოჩნდება გათანხმასაც გაიგეთ ცოტა დარჩა რა ამბები არ დარჩა ახლა გაიცოდ არის კონტაქტი აღარციო ხო შეიძლება მე ხელს ვეღარ უგზნობდა შევეღარ გზნობ ხო განასწავლე აგარი ეს Honda შორიდან ჩანს მაგრა ის კი არა ის თვითონ ლოგო ხო 3 დღე დაჭერდა ამ ყველა ჩვენ ყველანი საშინელება არის ისეთი ჩანს და ისეთი ეფექტი აქვს შორიდან რომ კარგია ხო კი მომწონს მაგა ყველას მართლა დამეყოს ვარ ჩადღევანდელი გადაღება გუშინდელი გადაღებას და გუშინწინდელი 3 დღე იღებდი ვიდეოს რომელიც ერთ დღეს შეგეძლო გადაგეყო ანუ ბოლო დღეს მოსულიყავ მე-3 დღეს მოსულიყავი და არა 3 დღე გაწელე ერთი დღის თემა რა ო მაგა ჩემი შენ გითხარებული მოგგალიო რას ხატავდი 3 დღე გადაგიხადა ერთ საათში ხო შეგიძლია ვერ არის ხატვარია ხო ისიც ვერ არის კარგად ბოდავს რაღაცებს მოკლედ მართლა კი რა ვიცი კაი ამბავი გამოვიდა მსგავსი ვიდეოები თუ მოგწონთ მე სადაც ვარ და ხანდახან ვაისიც ანუ ილიაც რა დააკომენტარით და ლაიქით გამოიწერეთ ჩვენი არხები რომელიც აი აქ გამოჩნდება ეს ყველაზე მეტად მეზარება რომ ჩავსვა ვიდეოში ანუ ამას აკეთებს და არ ჩასწავს არც ლინკს ვინ არის უმადური რაღაც თქმა მინდა თუ დავალაგე აზრი მოკლედ ეს ნახატი ეხლა რო შევაჯამოთ გამოვიდა 3 დღე რაც დამჭირდა რომ დამეხატა სადღაც 18 საათის ამბავი არის იმიტომ რომ სადღაც 12 საათზე რომ მოვიდოდით მივიდიოდით ამ დროს რა 6 საათზე დაახლოებით რა და გამოვიდა 3 დღე 18 საათი მოკლედ არის ცოტა თული სამუშაო ადვილი რო ჩანს არ არის ადვილი და ვიღაც ადამიანები რო წერენ და აკომენტარებენ რომ ძვირია არ არის ძვირი ანუ თქვენთვის თუ ძვირი არის ეგ იმას ანიშნავს რომ ზოგადად ძვირი არის ვიღაცისთვის შეიძლება ის ძვირი იაფი იყოს ან ვიღაცისთვის ის იაფი ძვირი იყოს ასე რომ ხო არ არის საჭირო ეგეთი კომენტარების წერა ანუ ეგეთი დამოკიდებულება არ მომწონს თორმეტი ანუ მე რაც მომწონს იმას რომ ხატავ კაი გამოდის ხოლმე რა ეგ არის დანარჩენზე დეტალებზე რამე თუ მოგინდებათ რომ დახატოთ კედელზე ტილოზე არ აქვს მნიშვნელობა ნუ მანქანები თუ იქნება ტილოზე უკეთესია იმიტომ რომ ვცდილობ რომ მაგ ხაზით ვიარო და ტილოებზე მანქანები ვხატო იმიტომ რომ ძალიან მომწონს და ჩემთვის სასიამოვნო სახატი არის მანქანები და ბოლოს რაც მთავარი არის ახლა უნდა გამოიწერონ ჩვენი არხები ჩემი და ილიას რომელიც აღწერაში იქნება ყველაფერი როგორც Instagram-ი, YouTube-ი ძირითადად YouTube-ი მაინც მე Instagram-ი და ისინი ბოლოს აბა ჰე წარმატებები ყველაზე წარმატებები ჩვენ